რუსეთის არმიამ წუხელ კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად სულ მცირედ 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 34. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მოხვედრა 28 წერტილში დაფიქსირდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს 31 ფრთოსანი რაკეტის, 8 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტის და 145 დრონის ჩამოგდება. მაშველები თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციას განაგრძობენ კიევის სვიატოშინის, სოლომენსკისა და დარნიცის რაიონებში, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაიწვა დიდი სასაწყობე ფართობები. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სოლომენსკის რაიონში ჩავიდა, სადაც ღამის რუსული თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კლიჩკოს თქმით, ნამსხვრევები 5 სართულიანი შენობის მახლობლად ჩამოვარდა. სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა და ხანძარი გაჩნდა. დარტყმის ქვეშ მოყვა ასევე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ზედა სართულებიც განადგურდა. იმავე რაიონში დაზიანდა ბავშვთა საავადმყოფოს შენობა. სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე კი ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დარნიცისა და სვიატოშინის რაიონებში არასაცხოვრებელი შენობები დაიწვა. ბორისპოლში დარტყმა განხორციელდა სასურსათო საწყობებსა და წითელი ჯვრის ობიექტებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კორეცკიმ. ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაც ჩაერთო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევსა და კიევის ოლქში სამხედრო მრეწველობის საწარმოებზე, სატრანსპორტო ლოგისტიკურ ცენტრსა და საწყობებზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული დარტყმა განახორციელეს. რუსის სამხედროების მტკიცებით, კიევში იერიში მიიტანეს არა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არამედ იმ საწარმოებზე, სადაც დრონების კომპონენტებსა და რაკეტა ფლამინგოსთვის გამოყენებულ ამაჩქარებლებს აწყობდნენ. კიევის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამიზნე იყო სატრანსპორტო ლოგისტიკური ცენტრი, საწვავ საფოხი მასალების საწყობი ქალაქ ბროვარიში და სამხედრო საწყობები. უკრაინაზე წუხანდელი დარტყმების შესახებ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ის ამბობს, რომ მაშინ, როცა მოსკოვი ბალისტიკაში დებს რესურსებს, ასეთ თავდასხმებს მსოფლიოს მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რეაქცია არ მოხვდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ღამით განხორციელებული თავდასხმა მასშტაბური იყო. რუსის სამხედროები დიდხანს ემზადებოდნენ და სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებსა და დრონებს ისე აერთიანებდნენ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად პეტრიოტის სისტემებისთვის გადამჭერი რაკეტები სჭირდება.